საღამოშვიდობის და ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია გადაცემა ნაცნობი სახეები. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ ყოველსათვის საყვარელი პიროვნება, ცნობილი მსახიობი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი ლეო ოზგებაშვილი ოჯახურ გარემოში. იგი დაიბადა 1927 წელს ქალაქ გორში. მამამისი ფრონტიდან აღარ დაბრუნებულა და ოჯახის რჩენა დედამის დააწვა მთელი სიმძიმით. პატარა ლეო შეძლების დაგორად ეხმარებოდა საყვარელ დედას ოჯახურ საქმიანობაში. სკოლაში სწავლა რომ დაიწყო, მე-6-მე-7 კლასელი ლეო მოსწავლეთა დრამატული წრის წევრი გახდა და აქტიურად მონაწილეობდა დადგმებში. მერე თავისი ბინის სარდაფში გადაიტანა სასცენო საქმიანობა. შემოიკრიბა ნიჭიერი თანატოლები, ჩამოაყალიბა საკუთარი დასი. მართალია ამ დასში სულ ვაჟები იყვნენ და ქალის როლსაც ასრულებდნენ, მაგრამ ეს გარემოება სულაც არ აკოლებდა საინტერესო წარმოედგინათ მაყურებლისათვის ნაცარქექია, კაკო ყაჩაღი თუ სხვა პიესები. ლეოს დასმა თანდათან გაითქვა სახელი და მისმა არსებობამ სახელოვანი მსახიობის შალვა ხერხეულის ყურამდე მიაღწია. დაინტერესდა და ცნობილ რეჟისორ სიკო ვაჩნაძესთან ერთად დაესწრო მირანგულას წარმოდგენას. სტუმრებმა დაინახეს ეზოს თეატრის მთავარი მსახიობისა და რეჟისორის არტისტული მონაცემები და ეს დღე გახდა ლევან ოზგებაშვილის ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყების ნიშანსვეტი. მას გზა გაიხსნა გორის თეატრში სამოღვაწეოდ. ახალგაზრდა მსახიობმა მალე მიიპყრო მაყურებელთა ყურადღება. მან ჩინებულად შეასრულა ვალოდიას როლი სპექტაკლ უბის წიგნაკში. მამას მოყვა შთამბეჭდავად შესრულებული როლები სხვა პიესებიდან. სოსია მე ვხედავ მზეს, გიგლა საბრალდებო დასკვნა, მერძევე ბებერი მეზურნეები, აკოფა ხანუმა. გაჩნდა დადებითი რეცენზიები, ქების გამომხატველი სიტყვები ახალგაზრდა მსახიობის მიმართ. იტყვიან კომედიის მსახიობიაო. კომედიის მსახიობი როა და ბრწყინვალე მსახიობი. რეჟისორობაშიც სადა თავი და კარგადაც. სტანისლავსკი იტყვის, რომ დიდი და პატარა როლი არ არსებობს, არსებობს დიდი და პატარა შემსრულებელი. აი ეს არის დიდი შემსრულებელი. ბატონო ლეო, ჩემი ძმაც, მეგობარიც, კოლეგაც. თეატრს ძალიან ნაკლებად ყავდა ახალგაზრდობა. მაშინ და ყველანაირი ახალგაზრდის როლის თამაში მე მიწევდა. ერთი პიესიდან მეორე პიესაში, მესამეში, მეოთხეში სულ თავარ როლები და მერე კი მოვიდნენ ახალგაზრდობა და ნელ-ნელა. ხო და მაშინდელი მუშაობა მაინც სულ სხვა იყო. მაშინ ჩვენ თვეში ვთამაშობდით 20-30-35 სპექტაკლს. მაშინ. ეხლა 1001 მაყურებელი სხვა იყო. სულ ყველაფერი სხვა იყო. და როგორ მოახერხეთ ახალგაზრდა უკვე საკმაოდ მაყურებელი სიმპათია და საკმაოდ პოპულარული იყო. სხვათა შორის ისეთი თავიდანვე ისეთი როლების თამაში მომიხდა, რომ ძალაუნებურად ეხლა მე ვითამაშე მე ვხედავ მზეში დუმბაძის პიესაში სოსოია. ხო და იმდენად წინვალე სპექტაკლი იყო ეს, ისეთი საოცრად დადგმული სპექტაკლი იყო, რომ კიევის საგზური დამაჭირდოს. იმდენად მოვეწოე და საქართველოში ბევრ თეატრებში დაიდგა და მე ვიტყვი, რომ ეს სპექტაკლი ერთ-ერთი იმათგანი იყო ძვირფასი სპექტაკლი. ხო და ალბათ რა ვიცი, ახლა სპექტაკლი არასოდეს კარგი არ გამოვა, თუ თავარი მოქმედებები არ ვარგანან. ესე იგი ალბათ კარგები ვიყავით და იმიტომ იყო კიევის საგზურით დაგვაჭირდოს. მერე თამაშობდი ბატონ აზურიმ ქალიც კი მათამაშა ბაბს ბაბერლეი ჩარლის დეიდაში. და საოცარი კურიოზები აქვს მაგაზე, მაქვს მე უამრავი კურიოზები, რომ არ მინდოდა ეს ქალის თამაში და კაბარო ჩამაცვეს, კი რა უნდა მოვიქეცდია ტუჩები პარიკი დაბახურეს. ავიცი, ქალი როგორ უნდა ვითამაშო, დავაყენეს მაღალ ქუსლებზე და არ გინდა იარო, ხასამ გადმოვარდი, კი რაღაც ფეხი მოვიტეხე. რაღაც და მერე სხვათა შორის ისე შევეჩვიე მაღალ ქუსლს და იმას, რომ ქალები ჩემზე კარგად ვედადიოდნენ თეატრში. იწყვდე ხოლმე, რეჟისორი იწყვდე ხოლმე, შეხედეთო, როგორ დადისო ეს ლეო ქალის ფეხსაც სპელები და მიბაზეთო ქალები რო ხარდო, აი რომ დააბოტებდა ფიქრად დადიხართო, აბა ნახე რა დადისო. ნიჭიერ ორიგინალური საშემსრულებლო უნარის მქონე მსახიობს ბატონ ლევან ოზგებაშვილს მიენიჭა რესპუბლიკის კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის სიგელი, საქართველოს დამსახურებული არტისტის საპატიო წოდება და არც სხვა სახის მრავალი ჯილდო დაჰკლებია. საყურადღებოა ისიც, რომ ლევან ოზგებაშვილმა დრამატურგიაშიც მოსინჯა თავისი ძალა და მისი პიესა მძევალი გორის თეატრის სცენაზე წარმატებით დაიდგა. ამ ფაქტთან დაკავშირებით მას ერთი კურიოზიც გადახდა თავს. გორის ქუჩებში გაიკრა აფიშები ლევან ოზგებაშვილი მძევალი. მეზობლი ქალს რომ წაუკითხავს ეს ტექსტი უკივლია. ამ კაცმა რა დააშავა რომ ძევლა დაუყანიათო. ამას გარდა ბატონ ლევას სხვა მეტად ორიგინალური კურიოზებიც გადახდენია თავს. მაშინ ტროლეიბუსები ხო დადიოდა და
წინ გააკრავდნენ ხოლმე ტროლეიბუსის წინა იმას რეკლამას მატერით რომ ეწერა ასეთი რამე და ეს ის პერიოდია აი ცხინვალში რო აირია საქმე და აი მაშინ და თელი ეს გატაცებები და ეს რომ არის და მძევლობა და თელი ამბები და აწერია გაჩერდა ტროლეიბუსი და აწერია ლევან ოზგებაშვილი მძევალი პრემიერა თეატრში და მძევალი ერთ ჩვენი მეზობელია რო წაუკითხია და წასვლია გული ამისა და კარგმა კაცმა რა დააშავა რომ მძევლად წაუყვანია და მოვიდა აბრახუნებს კარებს ღამე აბრახუნებს გააღეთ კარები ლეოსადარი უნდა ლეოსადარი სახშია ჩემ მეუღლეო როგორ არის სახში კაცო ჩემი თვალით წავიკითხე იქ ეწერაო ლევო ოზგებაშვილი მძევალიო აი ხალხმა წაიყვანესო ამ კაცაო ფული შეაგულესო რა არისო წივის კი სანამ არ დაანახოს ჩემი თავი კიდევ ამ გადმიდა აი სხვადასხვა ერთი კურიოზი უნდა გავიხსენო კომუნისტების დროინდელი. ძალიან ხშირად ვიყავი პარტონაციის დივანი თეატრში. ჩვენ თითქმის ალბათ 16 წელიწადის უნდოდა პარტონაციის დივანი და საქართველოს კომუნისტური პარტიის ყრილობა რო ტარდებოდა, ორი მოწვევის ყრილობის დელეგატები ვიყავი, ორჯერ წამყვანილი. ერთხელ წავედი და რო შევდიოდი ცეკას კარებში, გამოვცხე შარვალი და გამეხა. ნუ ის ვაიბაგლახით ის უბედურებით ახლა იქ ამოდენა ხალხი დადის კაცო შავ კოსტუმებში ჩაცმულები და ეს ახეული შარვით რა იქნები ახლა კაცი არა და ახლა ვინ მოგიდა შარვა სად არის ნუ გავაკერინე რაღაცე მეორე მოწვევის დელეგატიც ვიყავი ხო და მანქანა რო გააჩერეს ცეკას კარებთან და გადავდიოდი მანქანიდან გამოვცხე იმას ალბათ რა ვიცი ალბათ ძალიან ბოდიშვიხდი ალბათ სიტყვის გამოთქმის ალბათ ძალიან გავიბრიქე რო არ დელეგატი ვარ კაცი და რაღაცები და ესეთი გადმოვედი რაღაცა ისეთი მითი მანქანიდან რო ცეკას კარებთან დგევა რო ხალხს ვეგონო რო აი მე ვარ ეხლა რაცა ვარ გადმოვედი და ჯიბეში გადამჭა სახელოს წამოვედო შარლის ჯიბე და სულ დამჭა იქ შარლის ჯიბე წამოვედი და სულ ყოველთვის ვფიქრობდი მესამე თუ კიდე ამის ჩიეს მეთქი დელეგატად მეთქი აუცილებლად ნევს და ძაფი უნდა წავიღო მეთქი გამზადებული მედო რომ წავიღო ნევს და ძაფი მაინც მქონდეს მეთქი მაგრამ ხო თან ვატარებდი ხოლმე მაგრამ მე მოგეხსენებათ აღარ დამჭირდა იმიტომ რომ იმ შემდეგ ყრილობა აღარ ჩატარდა და თვითონ უკვე მთავრობას გაეხა შარვალი და აღარაფერი აღარ გამოვიდა და აღარც ნევს და ძაფი დამჭირდა მსახიობის პირველი ხელფასი 28 მანეთსა და 50 კაპით შეადგენდა. სახში რომ მივიტანე მამალივით გავიფხორე და ბოხიხმით დავიყვირე. რა არის ქალო კაცი რომ მოდის ოჯახში საჭმელი არ უნდაო? იხსენებს იმ დროს ბატონი ლეო. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ამ ხნის მანძილზე იმდენი როლი ითამაშა ვერც ითვლის. თეატრმა მას ბევრი სიხარულიც მოუტანა და ბევრი მწუხარებაც, მაგრამ დღეს რომ თავიდან ვისწრებდე ცხოვრებას, არც დავფიქრდებოდი. ისევ ამ გზას ავირჩევდი თეატრს, რომელიც თავდავიწყებით მიყვარსო. ამბობს ჩვენთან საუბარში მსახიობი. მას შესრულებული როლებიდან განსაკუთრებით უყვარს სოსია, ნოდარ დუმბაძის მევხედა მზეში, რომლის საუკეთესო შესრულებისათვის საქართველოს კულტურის სამინისტრომ საპატიო სიგელი დააჯილდოვა. მისი პროფესიულ დაოსტატებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის პროფესორ ლილე იოსელიანს, რომლის რეპეტიციები ახალგაზრდა და არა მხოლოდ ახალგაზრდა შემოქმედთათვის ნამდვილი სკოლა იყო. მის მათ თეატრის მრავალი მსახიობი ezიარა. ვაჟა-ფშაველას მოტივებზე შექმნილ თაბარაძის თემის სამართალში იჩოს სახე უნდა ეთამაშა ბატონ ლეოს. ცნობილი ქორეოგრაფის დარახველიძის ჩანაფიქრით, იჩოს აუცილებლად ცერებზე უნდა ეცეკვა. მსახიობს კი ცეკვა არ ეხერხებოდა, ამიტომ ის როლიდან მოხსნეს. ეს იყო პირველი სერიოზული მარცხი, რასაც მსახიობი ვერ შეეგუა. ერთი ვაჟა-ფშაველას რაღაც აღარ მახსოვს ნაწარმოები იყო დიდებული სპექტაკლი გამოვიდა სხვათა შორის და ცნობილი ქორეოგრაფი დარახველიძე დგავდა ცეკვებს და იჩოს თამაშობდი მთავარ როლს და ეს იჩო მე ცეკვავს ქუდმოგლეჯილი რომ და ესეთი სცენაა რომ საოცარი და მე ვერ აბცეკვავ და გამომაგდეს ამ როლიდან. წამზენ თუ თქვენ საქმიანარი ეს როლიო და გამომიშვე ეს ამიჩუყდა გული. ახვიძახი რა ვქნა და ავდექი ინსტიტუტში წავედი. ჩვენი ცნობილი მოცეკვავები აზორ კუპრაძე ესენი იქ მაშინ იქ ვარჯიშობდნენ ხოლმე იქ და წავედი ჩავდექი 20 დღე იმათთან ერთად და იმდენად კარგად ავითვისე ცეკვა 20 დღეში რომ ცერებზე ვდგებოდი და ამ როლზე დანიშნეს სხვა და რომ მოვედი აქ თეატრში მევთხარი დამაბრუნეთ ჩემ როლზე მეთქი
და უკვე რეპეტიციები ისეთ ხანაშია, რომ უკვე ბოლო სტატიებია რაღაცები და მოდი ვაბერჩიო და იცეკვე აბა იცეკვე გიჟივით და ეს ბიჭი გამოუშვეს და ის ჩემზე კარგად ვერ ცეკვავდა უკვე გამოუშვეს ესა და მე დამამტკიცე სიმრავლეზე და მათამაშეს ასე რომ რატომ მოვხედე ესეთი თეატრი ისეთი ორგანიზმია უნდა მოიმდომო მისთვის უნდა იყო შეწირული თუ ეს გაქვს მიაღწევ რაღაცას ბატონ ლევან ოზგებაშვილს ღირსეული ქართული ოჯახიც მატებს ამოღვაწეოდ ძალას, უნარსა და ხალის. მას ყავს ერთი ვაჟი და ორი ქალიშვილი. მან ოჯახი 1974 წელს შექმნა. ბატონი ლეო ოჯახის წევრებთან ერთად გორში, ჭალის დასახლებაში თამარ მეფის ქუჩაზე ცხოვრობს 3 ოთახიან ბინაში. მისი მეუღლეა სვეტა გვინდაძე. ისინი 30 წელია რაც ერთად ცხოვრობენ. ბატონი ლეო ღიმილით იხსენებს იმ დროს, როდესაც თავისი მომავალი მეუღლე იკარუსით მოიტაცა და ცხინვალს შეაფარა თავი. თუმცა სასიმამროს რისხვას მაინც ვერ გადაურჩა. ჩვენმა მსახიობმა გამარჯვეს გოთაშვილის მაგაც მყავდა ჩვენი მსახიობი ლევან მცხეთელი ხუბერაშვილი იყო გვარად ლევან მცხეთელი და ის მცხეთიდან იყო და მე დავარქვი მცხეთელი და აბა იმაში უწყიში ხომ ეწერა ლევან მცხეთელი ხუბერაშვილი მცხეთელი მე გავხადე და ახლა იქ მუხრანში იცნობდა ხალხს და იქიდან გამაცნო მე და რომ დავინახე მომეწონა და აღარ თქვი უარი და არ მატანდა მამამისმა და დავიბარე თბილისში მე ჩამოვიდე თეატრალურ სარდაფში ქთაბლა რესტორანი რომანი პატარა კუმარელი მოვაწყე მე მცხეთელი და ეს ჩემი მეუღლების ხელით და დამთავრდა ამის დააფი იყო გიგა ლორდკიფანიძე მოვიწვიე მაგიდასთან და ყოლოცა იმა და მინახა იქ ჯეკი წამოვედი და ტრანსპორტირებდი რაღაც მუხრანისკენ აღარ გორისკენ აღარაფერი და ერთი კაროსი სამიდი ხადო უთხარი და ცხინვალშიო არავინ არ აზისია ერთი ამაზე კარგი რა უნდა იყოს დავждე იმარტო მოტაცებაში ჩამეთვლება და ავსხე და ჩვენი გულში ჩამოვიდა ცხინვალში ჩამოგვიყვანა ოჯახს მოვერიდე ვერ მოვიყვანე რომ ხლა იქ დამიწყებენ მეთქი აი ესე რაღაცა და ჩემი დები მეთქი რაღაცები ჩავედი სუყოლები გდაფტო იქ ვისაც დაიყვანა. დეიდა მყავდა დედაჩემის და აი. აი როგორ რეაქცია ქონდა სასიმამრო. არა დეიდა ჩემი იცი როგორ ქალი იყო. რა დროსაც არ უნდა ჩასულიყავი იმ წუთში ისიცოდა ხოლმე გამოიხედავდა ბალკონიდან და მე შემოგიყვედი და რა მოხვედი. დეიდა მოგდათ მოხვედი იმ წუთში ტიროდა. ესე იგი სულ ყოველთვის ფიქრობდა რომ რაღაც ცუდი საქმისთვის მივდიოდი. და მე ისე მივეჩვიეთ რომ გამოყოფდა ხოლმე თავს არაფერია კარგად არის საქმე მოვედით ჩვენ და აი ესე რაღაცა და მაინც წაეღრიჯებოდა ხოლმე სახე ტირისკენ გაუბოდა სასიმამროს რეაქციები სასიმამრო დიდი ამბები დაატრიელა სიგნები დაგვიწვა ფანჯიდან გადამოგვიყარა ამან შენ კარგად არ გასწავლაო ამ სიგნებმა შენ კარგად არ გასწავლაო და რა საჭიროა რომ გადმოყარა ეს სიგნები წაუკი და ცეცხლი აბა ეცნენ მეზობლები გადაარჩიეს ეს რაღაცები და ბოლოს როგორც იყო შეგვირიგდა ქალბატონი სვეტა გვინდაძე პროფესიით პედაგოგია იგი 8 წელი უმუშევარი იყო როდესაც ბავშვები წამოზარდა დაიწყო მუშაობა მეცხრე სკოლაში გერმანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებად ბატონი ლეო სულ თეატრში იყო დაკავებული ამიტომ საოჯახო საქმიანობა მხოლოდ ქალბატონ სვეტა მიდვირთა ყოველთვის მეხმარებოდა ძალიან მოსიყვარულე მამა და მოსიყვარულე მეუღლე ოჯახში ძალიან თბილი. ეს კეთყვი ძალიან უყვარვართ. ოჯახი ძალიან უყვარს. ყველანაირად ცდილობს რომ მოგვეხმაროს. საოჯახო საქმეები არ ხერხება სახში ეხმარება. საოჯახო საქმეები არა, მაგრამ აი ბაზარში სიარული, ბაზრიდან პროდუქტის მოტანა ყოველთვის. სიამოვნებით ვასრულებდა მაგ. მე პატარა ბავშვები იყვნენ, პატარები მყავდნენ და არ მქონდა მის საშუალო და ყოველთვის ლეო იყო დაკავებული ამ საქმით და ისე ოჯახში არ ქონდა იმის საშუალება რომ რაღაცა მომხმარებოდა. თან სახლში ვიყავი და რა უნდა მომხმარებოდა. ისე ბავშვებს ზღაპრებს უყვებოდა, ძალიან უყვარდათ მამა ზღაპრებს უყვებოდა ხოლმე. კი, როცა სახლში იყო იშვიათად ძალიან უყვარდათ მამის ზღაპრების მოსმენა.
ლევან ოზგებაშვილი იმ ადამიანთა მცირერიცხოვან ჯგუფს ეკუთვნის, რომელთაც გორის კულტურულ ცხოვრებაში შემცვლელი არ აყავთ. პიროვნული თვისებებით საკუთარი ადგილი აქვს დამკვიდრებული ქალაქის ყოველდღიურობაში და მის სახეს ქმნიან. ბატონი ლეო მრავალი წელია გორის თეატრის სცენიდან სიხარულს ანიჭებს მაყურებელს, არა მარტო როგორც ნიჭიერი მსახიობი, არამედ როგორც ალაღობო, ექსპრომტული ლექსების ავტორიც. დიდი ხანია, რაც ლევან ოზგებაშვილს როგორც კეთილჯადოქარს სიცილის წვიმა მოყავს გორის ქუჩებში და მალამ ოდედება იგი ყველას გულს. და მართლაც როგორ არ გაგიღიმებათ მსახიობი პოეტის ასეთი ტრიქონების მოსმენით. სიმაღლით საქმას მოძებნა ალბათ მოდაა ახალი. რა ვიცი, ნაპოლეონი არ იყო ჩემზე მაღალი. და კიდევ უამრავი ლექსი, რომელიც ჩვენს დღევანდელ ყოფას იუმორით ასახავს. დღეს ვინ მიცნობს, არ რად მინდა ეს წოდება. რომ დამარქვან ეს სახელი მომკლავს მე შეწოდება. თუ ჩემს კალამს უჭირს წერა, რად გავიგო სხვისგან გვიან, ლექსზე სუსტი სცენაზე ხარ იმას მაინც ვერ მეტყვიან. ქართულ სცენის სიყვარულში მეც ჭაარა გამრევია, ლექსი მიყვარს თუ თეატრი არასოდეს ამრევია, რაგინ შევძლო მე სხვა დარგი საქმე შევქმნა საარაკო, პროფესია მე მაქვს ერთი მდიდარი და საამაყო, მეც ხომ დავრგე და ჩემს ტოტებს ფოთლებია დასცვენია, სხვაგან ოქროს და ბაჯაღლოს სცენის მტერი მისჩევნია, მე თეატრის ტრფიალი ვარ, მის სივრცეში ჩაძირული, უყვარ ვარ თუ არ უყვარ ვარ მე მისთვის ვარ განწირული. გთხოვთ ჩემი ლექსის წაკითხვა ღიმის ნუმოგურით სახეზე. მე ანეკდოტებს არ უყვები არც სვანზე და არც კახელზე. ქალაქში ჩვენს ადგილზე ვინც კი რაღაცი დავსაქმდით, ბინები დაგვირიგეს და ჩვენ ზარზე იმით დავსახლდით. მე ჭალის ტყეში გამიშვეს როგორც ფრთამალი ირემი, ვისაც გორი არ ენახა პროსპექტზე მისცეს ბინები. აგერ 12 წელია ვყივი ვართ როგორც მამლები, ისე შეგვცვალა ჰაერმა ყველა მოუშვით ქამრები. ისედაც მსუყე დღეები სულ სასიკეთოდ იცვლება, ყოველი ნაგვის მანქანა ჩვენი სახლის წინ იცლება. ზაღლები ისე მომრავლდა საცაა გადაგვსანსლავენ, სადგურში ცლიან ტუალეტს მოაგვდა თავზე გვასხამენ. მე ვტყუი ვარ თუ ისინი დღესაც ვერ მაგებინებენ, ნაგავში ვზივარ შახივით, ნაგვის ფულს მახტევინებენ. მარშრუტკის მძღოლებს მადლობა, კარგად რომ ესმით გარდაქმნის, ბოლომდე ჩასვლა რომ ვთხოვოთ პირდაპირ მტკვარში გადაყვრეს. მე კი მათ შრომას ვაფასებ განასხვასავით ხარბი ვარ, მძღოლს 30 თეთრს უტოვებ, კილომეტრს ფეხით გავდივარ. ისე ვარ გაოცებული, მიჭირს სიტყვების მიგნება. ეს რომ თამარის ქუჩაა, ოსტროვსკი რაღა იქნება. რას ნეულება დაგვრჩებდა ქვეყანა გვინდა უხალხოთ, ეს პრობლემები რომ მოხსნას ბეიკერს გამოუძახოთ. ცოტა ხანს მაინც მოგხედეთ, ხალხი ისედაც მცირდება, არჩევნები რომ დანიშნეთ, ხმები მაინც არ გჭირდება. ასე დასრულდა ჩვენი გადაცემა ძვირფასო ტელემაყურებლებო, იმედია მოგეწონათ. დაგვიკავშირდით, გაგვიზიარეთ თქვენთვის სასურველი წინადადებები, ჩვენ მათ აუცილებლად გავითვალისწინებთ და არ დაგავიწყეთ, რომ გადაცემა ნაცნობი სახეები ყოველთვის თქვენ სამსახურშია. კარგად ბრძანდებოდეთ.